მოგესალმებით მეგობრებო, მინდა მცირეოდენი გითხრათ დღევანდელი შექმნილი ვითარების შესახებ. პირველ რიგში რომ ეს არის ძალიან დიდი გამოცდა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანი და ესე ვფიქრობ, რომ საჭიროც კი არის, რომ წინ ძალიან ბევრი განსასწრებელი გველოდება და გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ გადავჭრათ ეს განსასწრებელი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ღმერთი გვზრდის ჩვენ და გაზრდა შეუძლებელი არის თუ კი რაიმე განსასწრებელი არ დაეშვა ადამიანზე და აი ეს განსასწრებელი არის ჩვენი გამოფხიზლების, ანუ გვაფხიზლებს ჩვენ უფალი ხშირ შემთხვევაში აი ამ გარკვეული განსასწრებლებით. მაგრამ თან გვსწავლის, გამოცდას გვიწყობს, თან გვასწავლის, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები, რომელიც ჩვენს წინაშე არის. ახლა რა ვითარება შეიქმნა ჩვენს საეკლესიო სივრცეში, რომ არიან უბრალო მრევლი ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად უსმენენ ავტორიტეტებს გარკვეულწილად, მიდის ბრძოლა იმაზე, რომ ვინ არის მოკლედ ავტორიტეტი, აქ მოკლედ მოევლინებიან როგორც სასულიერო პირები, ერთ მხარეს თუ მეორე მხარეს, ასევე მოევლინებიან ერის ადამიანები, ესენი იქნებიან ჟურნალისტები, გაურკვეველი მათი ვითო, მართლმადიდებლური სულისკვეთებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არაფერი მათ მართლმადიდებლური არ აქვთ, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და შეიქმნა რაღაცა კრიზისული ვითარება, როდესაც ორი ეს ძალა რაღაცა გარკვეულწილად გამოიყო და ორი ეს ძალა ვერ თანხმდება, ანუ ფაქტობრივად მესამე ძალამ შემოაგდო რაღაცა განსაცდელი, ამ განსაცდელიდან გამომდინარე ორი ძალა არის, რომელიც დააჯახა ერთმანეთს, ესე რომ ვთქვათ, ეკლესიის წიაღში და გამომდინარე აქედან ნახეთ როგორ არის ორივე ძალა ცდილობს რომ ერთი ვთქვათ რაღაცა თავისი სულისკვეთებით, თავისი რაღაცნაირი მიმართვებით, ესე რომ ვთქვათ, აი ნაც სექტა, ნაც ლიბერალ სექტა და ასე მოკლედ თუ კი მათ ვინმე არ უჯერებს, აუცილებლად იქით უნდა იყოს, მეორე ნაწილი არის იქით მოკლედ სტალინისტები და რაღაცა რუსოფობები, რაღაცა და მოკლედ აი ამ ტერმინებში გახვიეს ადამიანები საბოლოო ჯამში და ეს ორი ძალა თავისთავად რაღაცნაირად ეჭიდავება ერთმანეთს და ეს ჭიდაობა უკვე მრევლზე გადავიდა და მრევლი ცდილობს ახლა გაარკვიოს რა და როგორ არის და ეს ყველაფერი სასულიერო პირებსაც გვეხება, ხო, ჩვენ გვეხება ყველას და ამიტომ ნახეთ როგორ არის ერთის და მეორე ძალა ცდილობს რომ რამენაირად თავისკენ მიიმხროს სასულიერო პირები და მრევლი თავისთავად, ხო? ამიტომ მინდა გითხრათ, რომ აი ორი უნდა შევეცადოთ ჩვენ ერთ რამეს, ერთ მთავარ რამეს უნდა შევეცადოთ, რომ დავრჩეთ იქ, სადაც ადამიანებს უყურებთ ამ განსაცდელს როგორც სულიერ მოვლენას, ანუ გაკვეთილს, ანუ დავრჩეთ აი ამ ჩხუბის გარეშე, ანუ შუაში ვინც ცდილობს რომ დარჩეს და აღნიშნოს, ნახეთ, ორივე მხარის ცდომილება, რომ ერთმა მხარემაც რაღაცა შეცდომა დაუშვა და მეორე მხარეც ამ შეცდომიდან გამომდინარე, მოკლედ ახლა ერთმანეთს არიან დატაკებულები და წაკიდებულები და მოკლედ რაღაცა ერთნი თითქოს, ანუ ორივეს ფაქტობრივად ეკლესიისთვის ცუდი არ უნდა, კარგი უნდა და სამშობლოსთვის კარგი უნდა, მაგრამ სხვადასხვა ხედვა აქვს და ესე იყო საქართველოს ისტორიაში, თუ გახსოვთ, დაშლა მოხდა მაშინ სამეფოებად, როდესაც და ვერ გაერთიანდა ვერასოდეს საქართველო, როდესაც ყველა თავადი ცდილობდა რომ მის გარშემო გაერთიანებულიყო, იმიტომ რომ მისი იდეები იყო ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და ჩვენ 400 წელი მოგვიწია ასე დაშლილად ყოფნა იმის გამო, რომ არც ერთი თავადი არ თმობდა იმას, რომ ისე იგი მეფეს ქონოდა, ანუ ერთს ქონოდა ეს სამეფო ძალაუფლება და ხელისუფლება და მას დამორჩილებოდნენ და ზუსტად ეხლაც ესია, იციან მოკლედ, იცის ბოროტმასულმა და იცის მოკლედ იმ ძალებმა, რომელმაც კარგად შესწავლილი ყავთ საქართველო, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ერთმანეთს ჭამთ, ესე რომ ვთქვა და ერთმანეთთან ყველაზე მარდები ვართ ჩხუბში და დაჭმაში და ამიტომ აი ამ ძალამ ზუსტად ეს გააკეთა, რომ ჩვენ რაღაცნაირად აი დააჯახა ეკლესიის წიაღში, დააჯახა ორი ძალა ერთმანეთს. ამიტომ ნახეთ როგორ არის, ჩვენ უნდა დავრჩეთ აი სულიერი და გონიერი მოძღვრების დარიგების ქვეშ. Იმიტომ რომ თუ კი ეს ფლანგი, ანუ ორ ფლანგში გაიყო ნამდვილად და ჩვენ ყველანი ან ერთში აღმოჩნდით, ან მეორეში,
აღარ დარჩება ძალა, რომელიც ამის გამაერთიანებელი იქნება. ანუ ადამიანები, რომლებიც აი ამ ძალის გარშემო შემოიკრიბებიან შუა, ანუ ესეთი ძალის, რომელიც ეკლესიაში რაღაცნაირად განსაცდელი სწორი გადატანის კუთხით გამოდივართ, ვიძახით, რომ აი მოდით რაღაცნაირად ასე არ შეიძლება, ანუ ამ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიის წიაღში რაიმეს კეთება. ერთი მხარე გაყვირისო იქ რუი სურგნისია და ისე იგი საპატრიარქოში ვიღაცები უნდა დაისაჯნონ და ვიღაცას ისე იგი უნდა სასჯელი დაედოს და ვიღაცა შეიძლება ფიზიკურადაც უნდა გაუსწორდნენ საპატრიარქოს მოკლედ წევრებს და აი ასეთი მძაფრ დაპირისპირება საბოლოო ჯამში ქმნიან და ქმნიან ვინ? აი იდეოლოგიით გამსჭვალული ადამიანები, რომელთაც არანაირი ეკლესიურობა არ აქვს, ეს იქნებიან ტელევიზიის წამყვანები, მოკლედ აი ყველაფერი თითქოს არეული არის. ამიტომ მე ვიძახი რომ უნდა დავრჩეთ სამრევლო იმ შუა გონიერი მოძღვრების და სულიერი მოძღვრების საფარველ ქვეშ, რომლებიც აი ამ ორ ძალას და ამ ორ შორის დაპირისპირებას რაღაცნაირად ზემოთ დგებიან და უყურებენ, რომ ერთხელ, როდესაც ეს ძალები მოინდომებენ, რომ ერთმანეთთან ეკლესიის წიაღში ისევ გაერთიანდნენ, ვიღაცის გარშემო უნდა შეძლონ, სადღაც უნდა შეძლონ მათ გაერთიანება. ამიტომ აი მეტად აგრესიულები ხდებიან ამ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურადაც გადახედა, ადრეც ეგრე იყო ზუსტად, თუ ადამიანი რომ მიიმხრო, რაღაცა შეურაცხყოფა უნდა მიაყენო, რაღაცა უნდა უთხრა, რომ აიყოლიო რაღაცაში, რომ შენი მიზნები, რომელიც შენ გაგაჩნია, შენსკენ გადაიყვანო, ესე იგი დაუძახე ფიქრო, შენ ნაცლიბერალი სექტის წარმომადგენელი ხარ სამდელოფის, რატო? იმიტომ რომ შენს აზრზე და ჭკუაზე არ დადის. მიხვდით, ანუ მან მეტი შეიძლება სახარების მეტი მნიშვნელობა იცის, რაღაცა წმინდა მამები მეტად წაუკითხია. ხო, ანუ კიდევ ვიძახი, ყველას აქვს რაღაცა თავისი ფორმა, გამოხატვის ფორმა, გამოვიდეს ვიღაცა რას აკეთებს, როგორც აკეთებს, რავი, როგორც არის, მაგრამ მე ვიძახი ერთ რამეს, ჩემი აზრი არის, ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენო საყვარელო ხალხო, აი დავრჩეთ ეკლესიის წიაღში. დამიჯერეთ სათანადო პასუხი გაეცემა ყველას, მაინც გაეცემა. ღვთით გაეცემა ამას პასუხი და ნამდვილად არა პრაქტიკული მხარითაც გაეცემა ამას სწორი პასუხი. დამიჯერეთ. ანუ თუკი ჩვენ გონივრულად ვიმოქმედებთ, მაშინ ეს ყველაფერი აღმოიფხრება აუცილებლად და არ განვითარდება. არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს ამას ვიზა. ესე კი არა, გონივრულად, სულიერად თუკი მიუდგებით ამას, დამიჯერეთ, ეს ყოველივე დასრულდება. ამიტომ მე ვარ ასეთ აზრზე, რომ ორი ესე აი ერთმანეთის შეურაცხყოფით, დაპირისპირებით, უკვე ისეთი ლექსიკონი გამოიყენეს ერთმანეთის მიმართებით და უკვე ისეთი ტერმინები გამოიყენეს ერთმანეთის მიმართებით, რომ თითქმის მათი ესე რომ ვთქვათ რაღაც ამ ეტაპზე მათი რაღაც ესეთი დამშვიდება და ერთად მოკლედ ეკლესიის წიაღში მოკლე ვადაში, ისე იგი მათი შემოერთება თითქმის რაღაცა რთულდება და ამიტომ ერთადერთი ვინც შეძლებს რომ აი ეს რაღაცა ერთობა ისეო განაპირობოს და შინაგანად რაღაცნაირად მრევლს და მრევლის უმეტესობას და უმრავლესობას მოუწოდეს იმისკენ რომ ამ ეტაპზე ეკლესიის წიაღში სიმშვიდე გონიერება სულიერად უნდა გადაიჭრას ეს და რა თქმა უნდა ბოროტება უნდა დაერქვას. არ შეიძლება ხათ რა თქმა ჩვენ რა თქმა მაგას ლაპარაკი რომ ადამიანი შევიდა და პირდაპირ სიწმინდე შეურაცხო. ხა მე ვიტყვი რომ ადამიანი ალბათ შეპყრობილი უნდა იყოს, ანუ შეპყრობილია ადამიანი რომელიც აკეთებს და შეპყრობილობა კიდე რა არის? გონება დაკარგულობა არის. და თუ გონება აქვს ადამიანს დაკარგული, ჩვენ ასეთ ადამიანებს თავს რომ ვიკლავენ წესს უგებთ ხოლმე. ანუ პატიობს ეკლესია ამას ასეთ უგუნურ ადამიანებს, მოკლედ რომელთაც ანუ ეძახის შეპყრობილ ადამიანებს და ამიტომ მე ესე ვიძახი რომ აი ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ სულიერი კუთხით, სულიერი სახით, რა თქმა უნდა პრაქტიკული მხარეც უნდა იყოს აქ. ნამდვილად უნდა შეფასდეს ეს როგორც ვანდალიზმი, უნდა შეფასდეს ეს როგორც არასწორი დამოკიდებულება, არასწორი გამოვლენა, არ შეიძლება ტაძარში შესვლა, აუცილებლად უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას რაღაცა ფორმით
სწორი ფორმით თუ დამოეთხოვოს ხელისუფლებას, რომ მსგავსი რაღაცები რო წახალისებული არ იყოს, თავისთავად სახელმწიფოში არსებობდეს კანონი, რომელიც ამას დაარეგულირებს, დაიცავს როგორც მართლმადიდებელი ეკლესიას, ასევე სხვადასხვა სარწმუნოებებს. მე დღეს მართლა განცვიფრებული ვარ დანარჩენი საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც რაღაცა ესე დიპლომატიური კორპუსი იქნება თუ რაღაც არასამთავრობოები, ხო? ასეთი რამე რომ ნებისმიერი სხვა რელიგიის ესე იგი სადმე საკულტო ნაგებობაში მომხდარიყო, ხო, აქ მოკლედ ერთი ამბავი იქნებოდა, რომ მოკლედ ირღვევა უმცირესო რელიგიური უმცირესობის უფლებები და სხვადასხვა მოკლედ უმცირესობების უფლებებზე ჩვენ ხედავთ ხოლმე რა ამბავიც არის და ძაღლებზე, ისე იგი კატების უფლებების დაცვაზე და ცხოველებისა, ანუ გამწვანებისა და ნუ მოკლედ აი ამაზე კი ყველა დუმს რაღაცა და ეს არის მოკლედ ძალიან დიდი დასაფიქრებელი, რომელზე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალსახაა. მე პირდაპირ ვიძახი, რომ ასეთი რამე არის დაუშვებელი, ესე ამისთვის არის საბრძოლველი, არ შეიძლება უკან დახევა რაღაცაზე, რომ ისე იგი ამაზე ვთქვათ, რომ არა უშავს, რა თქმა უნდა, ძალსახაა არა უშავს არ არის, მაგრამ აქ არის ლაპარაკი რა, რომ როგორ მივუდგეთ ამ საკითხს ისე, რომ ეს საკითხი ეკლესიისთვის სამომავლოდ გადაწყდეს ისე, რომ ეკლესიაში მსგავსი ფაქტები აღარ იყოს. აი ამაზეა ლაპარაკი და მე ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება დაჯდომა, ამას სჭირდება ერთად მოფიქრება, ამას სჭირდება გონივრულად გამოყენება ამ სიტუაციისა, რომ ჩვენ მივმართოთ სათანადო მოკლედ ორგანოებს, მოკლედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს, რომ ეს რაღაცა მაქსიმალურად ესე იგი დაცული იყოს, ისე რომ აღარასოდეს არ განმეორდეს და ადამიანებისთვის კანონი იქნება რაღაცა გარკვეული ჩარჩო, რომლის იქითაც ადამიანი შეეცდება, რომ არ გადავიდეს, რომ თუ კი საზოგადოებაში სადაც მორალი არ არის, სადაც სულიერება არ არის, სადაც რაღაცნაირად ადამიანების ზნეობრიობა არის რაღაცნაირად დაწეული, მაშინ იქ ჩდება კანონის აუცილებლობა, რომელიც მოკლედ მოაწესრიგებს მოკლედ ადამიანების ურთიერთობას ერთმანეთთანაც და დამოკიდებულებას, ისე იგი ეკლესიასთან და სხვადასხვა რელიგიურ საკულტო ნაგებობებთან, რომელიც არის. ამიტომ მე ცალსახად ამას ვიძახი, რომ ბრაზდებიან, ანუ ერთი მხარეც ბრაზდება, მეორე მხარეც ბრაზდება, ცდილობენ რომ რაღაცნაირად მით უმეტეს სასულიერო პირები, რომლებიც თქვა შეიძლება სოციალურ ქსელში უფრო მეტად აქტიურები არიან და რაღაცნაირად მრევლთან ურთიერთობას ცდილობენ, ასეთი სასულიერო პირების, ანუ როგორ გითხრათ, წამოკიდებას რაღაცა ფორმით, რომ გამოიყვანონ საკუთარი მდგომარეობიდან და საკუთარი წესებით, ისე იგი დააწყებინონ საუბარიც და საკუთარი მომხრეებად გახადონ და მომწოდებლები გახდნენ იმისა, რომ აგერ მოკლედ ეხლა დღეს ეს არის გასაკეთებელი. ამიტომ მე მინდა გითხრათ ყველა სამრევლოს, რომ ანუ შეეცადეთ, მე არ გეუბნებით რომ ვირამ უნდა გავაკეთოთ. მე ყოველ შემთხვევაში ჩემ აზრს ვაფიქსირებ, ჩემ აზრს ვიძახი. მე არავის არ მოგიწოდებთ, არასოდეს არავისთვის არაფერი მომიწოდებია, მე უბრალოდ ჩემ აზრს გამოვთქვა და ვიძახი, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, ეკლესიას შორის, ოჯახში ორი დაპირისპირებული ადამიანი იყოს, ხო არ შეიძლება ადამიანი ერთ მხარეს დადგე, ხო? ცდილობ რომ რა თქმა უნდა რაღაცა აზრები ჩელონ, ცდილობ რომ ოჯახის ერთობა შეინარჩუნო აუცილებლად და ოჯახში იყოს ისევ ერთობა და იმ აზრზე დარჩები და ისეთ ლექსიკონს გამოიყენებ და ისეთ რაღაცა სიტყვი, რომ ეს ორი ადამიანი ეკლესიის წიაღში მყოფი კარგი ადამიანები, რომლებიც რაღაცა განსაცდელმა დააყენა მარჯვნივ და მარცხნივ თუ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე, რამენაირად გაჩნდეს ისეთი შუალედური, ესე რომ ვთქვათ, ანუ აი სულიერად, ესე რომ ვთქვათ, სულიერად რაღაცა უფრო ჯანსაღი აზრი, რომლის გარშემოც ორივენი რაღაცნაირად შემოიკრიბებიან და დაფიქრებიან და იტყვიან, რომ არ ღირს ერთმანეთთან დაპირისპირება, ერთმანეთთან რაღაცნაირად ესეთი რადიკალური ჩხუბი და გაახარო ადამიანი. დღეს ალბათ ხარობს. აი ეს ძალა, რომელმაც ზუსტად ეს მოაწყო, დღეს არის პიკზე და ხარობს, დამიჯერეთ. აი დღეს არიან გახარებულები, ზიან, ქირქილებენ
დაგვრცინიან, შეხედეთ, ხო, რაღაცა მათ პოსტებს შეხედეთ ისინი რა ინფორმაციას ავრცელებენ და მიხვდებით, რომ მათი მიზანი თავისთავად არის მიღწეული, რომ რაც უნდათ გააკეთეს ეკლესიის წიაღში, წარმოშვეს დაპირისპირება, დააპირისპირეს ადამიანები და ადამიანთა დიდი რაღაცა გარკვეული ჯგუფები ერთმანეთთან და აგერ უკვე დღეს იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ ყველანი ერთად ამას ვაფასებდეთ, ისე იგი რომ ეს არის ცუდი და ეს არის არასწორი, არამედ ახლა ერთმანეთის დაპირისპირებაში ვარ და ერთმანეთის ლანძღვასა და ისე იგი გინებას და შეურაცხყოფაზე ვართ გადასულები. აი მე ამაზე ვსაუბრობ, რომ მიღწეულია შედეგი და ის ადამიანები დღეს, რომელიც შიგნით ეკლესიის წიაღში ამას აღვივებენ, მე ეჭვი მიჩნდება, რომ ზუსტად იმ ლიბერალური ეს ანუ ლიბერალურს ასგულისხმობ, ულტრალიბერალური, რაღაცა ესეთი ანტისაეკლესიო, ანტისარწმუნოებრივი ძალების საქმეს აკეთებენ ჩვეულებრივ. ანუ ისინი თვითონ ეფსითუნებლიეთ, ამ მოწოდებებით და ამ შიდა დაპირისპირების გაღვივებით ჩვეულებრივ აკეთებენ იმ დაწყებულ საქმეს, რომელიც ხატის შეურაცხყოფით დაიწყო. ჩვეულებრივ ამ საქმეს აკეთებენ. ამიტომ, როდესაც მე თქვა შუაში ვდგევარ, ესე რომ თქვა, შუადან უყურებ ამ ყველაფერს, ამას ხედავ და ამას როდესაც ხედავ, ამას ვიძახი, ამას ვეუბნები ჩვენს მრევლსაც და ვეუბნებით, რომ არ შეიძლება არც ერთ მხარეს ახლა დგომა. ამიტომ არც ერთ მხარეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ორივე მხარეს მდგომა, ეს არის დაპირისპირების გაღვივებისა. ამიტომ მოდი ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ყველანი შუაში მოგროვდეთ, ის ადამიანები, რომლებიც თითქოს ინიციატორები არიან ამ დაპირისპირებისა, რაღაცა უფრო მეტად სათავეებში დგანან ამ ჯგუფებისა, რომლებიც ესე ერთმანეთს შეურაცხყოფენ და ანუ როგორ გითხრათ, იცი, ეჭიდავებიან ერთმანეთს ხალხის სიმრავლით, რომ აი ჩემთან უფრო მეტი ხალხია და იმასთან უფრო მეტი ხალხია. მოდი ამ ორ მხარეს გავაგებინოთ ერთი რამე, რომ მოდი ჩვენ ყველანი შუაში მოგროვდეთ და ვთქვათ, რომ არც ერთს აყავთ ბევრი მხარე, არც მეორეს აყავთ ბევრი მხარე და სასწრაფოდ დასხედით ეკლესიის წიაღში მოილაპარაკეთ, ისაუბრეთ რაღაცნაირად, ისე იგი შეთანხმდით რაღაცეებზე, როგორი იყოს ჩვენი შემდგომი მოქმედება ამ განსასწრების ჟამს და ისე იგი გავცეთ პასუხი იმ ძალას, უკვე ერთობით გავცეთ პასუხი იმ ძალას, რომელმაც დაგეგმა აი ეს ყველაფერი. ამიტომ აი ცალსახად მრევლს, მე ჩემი მოწოდება იქნება, ჩემი რაღაცნაირად აზრი არის ასეთი, რომ ჩვენ ყველანი აი აქ უნდა გავერთიანდეთ. მე ხვდით, მესმის, რომ ჩვენი გადასახედიდანაც ჩემთვისაც, ანუ ერთი მხარე იქნებოდა თუ მეორე მხარე იქნებოდა, თლათ რაღაცა როგორ გითხრათ, იცი, აი არასწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული და აი ამ არასწორმა გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია შიდა დაპირისპირება. ამიტომ სასწრაფოდ ეკლესიის წიაღში ასე ხდება, სასწრაფოდ ორი ადამიანი რიგდება როდის? იმ დროს, როდესაც ორი ადამიანი აღიარებს ცალ-ცალკე თავის დაშვებულ შეცდომებს. ამიტომ მოდი ყველამ ერთად დავფიქრდეთ არა იმაზე, რაში ვართ მართლები, არამედ რაში ვარ ჩვენ, რა არ უნდა გაგვიკეთებინა, რომ აი ეს განსაცდელი ესე გაღვივებულიყო. მოდი ყველამ ამაზე ვიფიქროთ და მე ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ, აი ის ნასროლი ის არის, რომელიც ეშმაკმა და ბოროტმა სულმა ისროლა კონკრეტული ადამიანის ხელი და ამ ადამიანის უკან დგას ძალიან ისეთი ძალა, რომელიც ჩვენ უკვე კარგად ვიცით რა ძალაც არის. ეს ის არის, რომელიც ისროლა ბოროტმა სულმა და მოგვარტყა და დაგჭრა. მოდი გამოვიცალოთ ეს ის არის და უკან ერთობით დაუბრუნოთ, რომ ისე გავგმიროთ ეს, ჩვენი ერთობით და ჩვენი სიყვარულით ისე გავგმიროთ, რომ არ მივახწევინოთ იმას, რისი მიღწევად ამდენი ხანია და წლების განმავლობაში უნდათ ვერ აღწევდნენ და აი რაღაცა კონტურები და ნიშნები გამოიკვეთა ამის. ამიტომ მინდა გითხრათ ყველას, რომ მოდი ჩვენ მოვუწოდოთ ამ ორივე ძალას, ამ ორივე რაღაც ჩვენს ძმებს და დებს, ვინც მარჯვნივ არიან, მარცხნივ არიან, ვინც არიან ესე რაღაცა დღეს სამწუხაროდ აღმოჩნდნენ სხვადასხვა ისე იგი ადგილას და სხვადასხვა ფლანგზე აღმოჩნდნენ და ესე რაღაცა დაპირისპირება შეიქმნა ჩვენს ეკლესიაში. მოდი ჩვენ გონივრულად სამრევლოსი, სამღვდელო დასმა, სასულიერო სამონაზვნო დასმა იმათ ვინც რაღაცა ესე რო ვთქვათ, ასე ვფიქრობთ, რომ ეს დაპირისპირება არ უნდა იყოს, მოდი მოვუწოდოთ მათ ყველას, რომ დასხდნენ, ისაუბრონ და ეკლესიის ერთობას არ დაემუქროს არაფერი. ამიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ თავის მიზნებს მიაღწიოს, მაგრამ ეს იქნება ეკლესიის დაყოფა და ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვისაც
და ჩვენი ეკლესიისთვისაც ძალიან სამწუხარო ფაქტი, იმიტომ რომ ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის სული და თუ კი სული ავადობს და თუ კი სული მტკივნეულია, მაშინ აუცილებლად მოკლედ ფიზიკურობასაც დაეთყობა და ზუსტად ეს იციან. ჩვენმა დამპყრობლებმა, ჩვენმა ესე იგი არაკეთილის მსურველებმა და ჩვენმა მტრებმა ზუსტად იციან, რომ თუ კი ეკლესიაში იქნება განხეთქილება და ეს იქნება ერის სულის დაზიანება, მაშინ აუცილებლად უკვე სახელმწიფოს ფიზიკური ხელყოფა შესაძლებელია და აი მერე უკვე ისინი გადავლენ შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება ფიზიკური განადგურებისა და ფიზიკურად ხელში ჩაგდების მოკლედ მცდელობა. ღმერთმა ამის სიბრძნე, გონიერება მოგცეს, გაუძლო თუნდაც შიდა საეკლესიო იმაში. ახლა მე ხშირად არის ხოლმე რომ მეც მოკლედ მომწუდნენ, ხარ ამითხრეს, მაგრამ რაღაცნაირად ძმები არიან ჩემი ვთვლი რომ ჩემი ძმები, ჩემი დები არიან და ჩვენები არიან. ჩვენ ერთინი ვართ ყველანი ეკლესიის წიაღში, ვინც კი ქრისტიანებად აღვიქვათ საკუთარ თავს და მოდი შიგნით მოვაგვაროთ ეს საკითხები. შიგნით კი ბატონო ვიკამათოთ კიდეც, დისკუსიას განმართოთ, არ ვიცი რაღაცა ვიჩხუბოთ კიდეც შეიძლება რაღაცა ვიკამათოთ მძაფრად, მაგრამ არა მტრის გულების გასახარად და არა ვიღაცის მიზნების განსახორციელებად. აი ეს არის ჩემი თავიდან ბოლომდე ამ განსასწრების მერე რაც მოხდა ჩემი პოზიცია და ერთმა მოკლედ მშვიდობა მოგცეს, ერთმანეთის შენდობა, ერთმანეთის ატანა, ერთმანეთის გატანის ძალა მოგცეს და ერთმა გაგვაძლიეროს. მე ვიძახი ხოლმე რომ ეს განსასწრები საჭიროც არის, ჩვენ წინ ძალიან ბევრი განსასწრები გვაქვს, ამიტომ დღეს უფალი გვამზადებს, ჩვენ დღეს უფალი გვასწავლის, დღეს უფალი ამ გამოცდით უფრო მეტად შეგვამეცნებინებს იმას, რომ სამომავლო განსასწრები, რომელიც ამ წუთის ოფერში ცხოვრების დროს გვექნება, როგორ უნდა დავძლიოთ ერთობით, რომ ეკლესიაში რაღაცა განხეთქილება და ეკლესიაში ერთმანეთისადმი უსიყვარულობა და დაპირისპირება არ შეიქმნას. ღვთის წყალობა და მადლი იყოს ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი დებისა და სულიერი დებისა და სულიერი ძმების თანამავალი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. ამინ. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული განყოფთ.